ადამიანი. ანუ სხვას, რავი, რა უნდა ვთქვა, ადამიანი ამბობს, რომ გვაქვს თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო, გვაქვს თავისუფალი და დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებები და გამოდის და აძლევს შეფასებას, რომ არა, ჩვენ ის დავიჭირეთ იმის გამო, რომ ის რევოლუციას აწყობდა და ამ სქემას აგებდა. დაეჭირათ რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის. რატო არ დაიჭირეს? თუ მართალია და თუ გიავალსკი ამ ხაზს ავითარებს, არა, ჩვენ ხედავთ, რომ იმ სასამართლოზე, რომელზეც გვეუბნება მთელი ქართული ოცნება, რომ ეს სასამართლო არის დამოუკიდებელი და თავისუფალი, ყოველგვარ დაცლილი ყველანაირი პოლიტიკური მდგენელებისგან და გავლენებისგან, ამ სასამართლომ თქვა, რომ დღეს ელენე ხოშტარიას ჩვენ მიუსაჯეთ 1 წელი და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა პატიმრობა ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო, ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო. მეორე, მესამე და მე-1000 ხარისხოვანია გულწრფელი რო იყო რა სიტყვის გიავალსკი, იმიტომ რომ აქ თავარი არის ის საკვანძო სიტყვები, რასაც იყენებენ რევოლუცია, აჯანყება, დამხობა და ასე შემდეგ. ხო, კლასიკური პროპაგანდისტული ნარატივები არის, იც ცდილობენ ამის დალექვა საზოგადოებაში. აქ თავარი რაც არის და ჩემი აზრით ჩვენ რაზეც უნდა ვისაუბრო და ხშირად უნდა ვიმეოროთ არის შემდეგი. რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ერთი ადამიანი პრეზიდენტად წოდებული, მანამდე ეს ყველა ეგრეთ წოდებული თანამდებობის პირები და ამბობენ, რომ ხო რაღაც საქართველო არის ტრადიციებზე, კაცობაზე, გაგებაზე დაფუძნებული ქვეყანა, რომ ჩვენ ამ ტრადიციებს, ჩვენს კულტურას და გაგებას ვიცავთ. აუცი რო შევხედოთ, ჩვენ ყველა ერთ ქვეყანაში გავიზარდეთ, ერთი ქვეყნის ერთ ქალაქებში მოძრაობდით, ცხოვრობდით, ერთსა და იმავე სკოლებში ვსწავლობდით, ერთსა და იმავე ისტორიას გვასწავლდნენ, ერთსა და იმავე მოთხრობებზე, ლექსებზე და ნაწარმოებებზე ვიზრდებოდით და დღეს ეს ადამიანები ქართველობის დაცვის მოტივით გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე 4 შვილის დედა უნდა იჯდეს ციხეში იმის გამო, რომ მარკერით გააკეთა წარწერა ფურცელზე, რომლის გარეცხვაც და გაწმენდაც შეიძლებოდა ჩვენ ასეთი არაერთხელ გვინახავს. ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ 7 თვე, რატომ არ აღმოჩნდა ოცნებისთვის ის 6 თვეზე მეტი. ეს ჩემი აზრით უბრალოდ ხოშტარიამ გისოსებს ჩემი აზრით ეს არის დამატებითი. ჩემი აზრით ეს არის დამატებითი სასჯელი და სიგნალის გაშვება ყველასთვის ქვეყნის შიგნით, რომ ვინც თქვენ კრიტიკულად ფიქრობთ, ვინც კონკრეტულ ქმედებებში ასახავთ თქვენს წინააღმდეგობრივ აქტებს, თქვენს წინააღმდეგობის გამოხატულებას, თქვენს პროტესტს, თქვენ ყველა დაისჯებით იმ მაქსიმუმით, რასაც ჩვენ გადავწყვეტ და ეს მაქსიმუმი ამ შემთხვევაში ელენეს საქმეში თარგმნეს როგორც 1 წელი და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ოღონდ აქაც რაც არის მნიშვნელოვანი, რაც ჩემი აზრით ალაპარაკოა, ამ ადამიანებმა დღეს თქვეს, რომ კი 4 შვილის დედა, რომელსაც არავინ არ დაუზიანებია, არავის თავს არ დასხმია, ანუ დაზარალებული არ ყავს, უნდა იჯდეს ციხეში 1 წელი და 6 თვით. ოღონდ 2023 წელს ამავე სასამართლომ, ამავე ქართულმა ოცნებამ 12 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და რამდენიმე წლის წინ მკვლელობაში ბრალდებულს, იმიტომ რომ ის მათი მხარდამჭერი იყო და ყველა მტკიცებულებები არსებობდა, ასევე საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, მაგრამ საპირისპიროდ 4 შვილის დედას დღეს 1 წელი და 6 თვით განასახიერებელი სასჯელი არ აღიარებისთვის. ხადია ეს არის სასჯელი უბრალოდ ელენე ხოშტარია არც ერთ სასამართლოს ხომაზე არ მიდიოდა და ამბობდა რომ ის არ აღიარებდა. ეს არის სასჯელი და კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმისა, რომ თითქოს როგორმე გატეხონ მათ საპროტესტო საზოგადოება და ყველაზე მთავარი დალექონ და ეს თქვა დანერგონ შიში, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მსგავსი ტიპის რეჟიმებისთვის და ჩვენ თუ ანატომიას შევხედავთ და ძალიან ბევრი ნაშრომია ამასთან დაკავშირებით, როგორ მოვიდა აქამდე, მათ შორის კრემლის რეჟიმი, ბელორუსის რეჟიმი, სხვა დროს, სხვადასხვა საფეხურებზე, სხვა ინტენსივობით, მათი მთავარი მიზანი იყო შიშის დათესვა. იმისთვის რომ საბოლოო ჯამში გაქრეს ნებისმიერი სურვილი ხმის ამოღების და ეს მოახერხა სხვა შორის 2020 წელს ლუკაშენკომ ბელორუსში და ამის მოხერხება აქ ჩემი აზრით ჯერჯერობით უჭირთ და ახერხებენ და ისევ ამ ადამიანების, მათ შორის პოლიტიკური და სინდისის პატიმრების შეუპოვრობის და გაუტეხლობის გამო და ამით სურთ ამ ყველაფრის კომპენსირება და ერთის კიდევ რაც მე მნიშვნელოვანი მგონია ამ საქმეში არის ის, რომ საბოლოო ჯამში, როდესაც ეს ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ თითქოს ისინი არიან ერთადერთი ქართველობის დამცველი ძალა და მშვიდობის პარტია, რომელმაც ყველანაირი ქაოსი არის და არ არსებობს იმაზე დიდი ქაოსი ვერ შეიქმნება ქვეყანაში, როდესაც 500-ზე მეტი ადამიანის დამსისხლიანებლები არათუ დაკავებულები, არამედ თანამდებობებს ინარჩუნებენ და საკუთარ სახლებში არიან და კიდევ ერთხელ 4 შვილის დედას დღეს უთხრეს, რომ შენ 1 წელი და 6 თვით უნდა იყოს საპატიმროში. აი მე კახკალაძე არის დარჩენილი, ეს ვთქვათ, საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენ აღარ გვაქვს პირდაპირი არჩევნები, რჩება მხოლოდ პარლამენტი და ადგილობრივი არჩევნები, მერის არჩევნები. ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის თანამდებობა აქვს მას ფორმალურად დღეს, ხო? და ის არის, ერთგვარად ის თავს მიიჩნევს ამ ქალაქის არჩეულ მერად. არ ვიცი, აი, როგორ უნდა დამედგომებოდეს ზოგადად იმ ქალაქში, რომ გარეთ ვერ გამოვიდოდი ზოგადად, რომ ცოდნოდა, რომ ჩემს ფოტოზე, ჩემს ფურცელზე, რომელზეც მე ვარ დაბეჭდილი, 4 შვილის დედა მომწონს, ის მე არ მომწონს, გააკეთა 2 სიტყვის წარწერა,
რომელიც შეგვეძლო გაგვერეცხა და ეს ბანერი 20 დღეში გადააგდეს. ხო შეგახსენებთ 15 სექტემბერს მოხდა ეს და 4 ოქტომბერს არჩევნები იყო და მალევე მოხსნეს. უბრალოდ როგორ დაედგომება ამ ქალაქში, როგორ უნდა გამოვიდეს, ხო? და დღე ხა საერთოდ გამქრალია, ხმას არ იღებს, როცა ჩამოდგება ხოლმე ვრცელ კომენტარზე და ისეთ თემებს ეხება, რომლის საერთოდ გაგნებაშიც არ არის, ხო, რაღაცა გეოპოლიტიკურ მსჯელობებში შედის, რომ თურმე ზელენსკი საკუთარი ხალხი გამოუტანს განაჩენს, რომ თურმე რა ვიცი, ბაიდენს არ ესმოდა მსოფლიო გადალაგების, იქ ტრამპს აქებს, ხშირად აკრიტიკებს და ასე შემდეგ. ანუ იმ სივრცეში იჭრება, რაც მას საერთოდ არ იცის. როდესაც კახა კალაძეს შეეძლო ერთი სიტყვა ეთქვა. აი გახსოვთ ბერამ რო დაწერა ორ ადამიანს მომღერალს, როდესაც ჩაუდეს ნარკოდანაშაულზე, როდესაც ჩაუდეს და ის ადამიანები შემდეგ გახდნენ ქართული ოცნების მეხუთბები, ერთი ყოველ შემთხვევაში დადასტურებულად ვიზით, მინიმუმ შეეძლო დაეწერა და ამით საზოგადოებრივი განცდა შეექმნა იმისა, რომ კახა კალაძე ამ ქალაქის ბოლო, ეს თქვათ როგორცაც მიიჩნევს და არჩეულ მერად წოდებული, თulis რომ ამ ქალაქში არ შეიძლება იყოს პატიმარი ქალი 4 შვილის დედა ფურცელზე გაკეთებული წარწერის გამო. სიგნალობა ნიკა მოკლედ მინდა რომ მითხრა შენ სიგნალი და პასუხი ხალხის რომელიც უნდა გასცეს საზოგადოებამ. ცხადია ნათელია ჩელემ რაც თქვა ის ნარატივი რომ გავაგრძელოთ რაც მე ასევე მნიშვნელოვანი მგონია 2025 წელს პეტერბურგში დააკავეს ქალი აქტივისტი ბანერის გაშლის გამო ტარას შევჩენკოს მემორიალთან და იქ მისი ლექსიდან ჰქონდა ციტატა და ბრალად წარუდგინეს ეგრეთ წოდებულ ბრალად წარუდგინეს თითქოს სახელმწიფო და ჯარის დისკრედიტაცია და 3-4 დღის წინ გათავისუფლდა ეს ადამიანი უკანონო პატიმრობიდან. იქაც რეჟიმის წარმომადგენლები, როგორც გიავოლსკი და სხვები რეჟიმის სპიკერები იტყვიან, კანონის უზენაესობის სახელით საუბრობდნენ. ოღონდ კიდევ ერთხელ, იქ სადაც არსებობს სამართლიანი კანონები, ვერ იარსებებს ვერანაირი კანონის უზენაესობა და ვერანაირი ლეგიტიმური კანონები. როგორც ნაცისტურ გერმანიაში ისჯებოდნენ კანონის უზენაესობის სახელით ადამიანები, ასევე ხდებოდა საბჭოთა კავშირშიც, ასე ხდება პუტინის რუსეთში და დღესაც როგორც ხედავთ აგერ გიავოლსკი და სხვა პოლიტიკური მარიონეტები ბიძინა ივანიშვილის ზუსტად იმავე ტერმინოლოგიით საუბრობენ. მადლობა, ბორის ჩელეყურუა და ნიკა ფარულავა იყვნენ დღის